ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიო მირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით მხარეებმა საერთო ინტერესის მქონე საკითხები განიხილეს, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ირაკლი კობახიძეც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მხარეებმა პარტნიორობის გადატვირთვის და კავკასიის რეგიონში საქართველოს როლის შესახებ საუბრეს. ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გავრცელა ინფორმაცია მთავარი პრეს-სპიკერის მოადგილის ტომი პიგოტის განცხადების შესახებ. ის ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს აფასებენ პოლიტიკური პარტიები. საუბარი აუცილებლად იქნებოდა ირანზე და იმ სამხედრო მოქმედებებზე, რომელსაც ატარებს ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ირანში და იმაზე, რომ საქართველოს ამჟამინდელმა რეჟიმმა, რომელსაც აშკარა კავშირები გააჩნია ირანის ისლამურ ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რაზეც არსებობს დადასტურებული ცნობები, ივანიშვილის რეჟიმმა არ შეუშალოს ხელი ამერიკას საკუთარი ინტერესების განხორციელებაში ამ კონკრეტულ მისიასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ოფიციალურად გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე, სწორედ ეს იქნებოდა საუბრის მთავარი თემა და არანაირი გადატვირთვა. საქართველოსა და ირანს შორის უმოკლესი მანძილი არის 160 კილომეტრი. სახმელეთო ოპერაციას ამზადებს ამერიკის შეერთებული შტატები, თბილისიდან 1000 კილომეტრშია თეირანი. ბუნებრივია ეს ზარი არის კარგი, ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ინტერესები საქართველოს მიმართ არსებობს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 9/11-ის შემდეგ შევარდნაძის დროს როგორ დაიწყო წვრთნის და აღჭურვის პროგრამა და ამას ძალიან მალე მოყვა ცვლილება. იგივე მოხდება აქაც. საქართველოში რუსული რეჟიმის მარცხი იქნება არა მხოლოდ ქართული ხალხის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება და ამ გამარჯვებას ჩვენ ერთად ვიზეიმავთ. ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ სანამ არ გვეცოდინება საუბრის შინაარსი. ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, საკმაოდ მწირია, გასაგებია, რომ შესაძლოა და დიდი ალბათობაა იმისა, რომ საუბარი ირანის თემას შეეხებოდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ დანარჩენს უკვე ყველაფერს რო გამოაჩენს. ზოგადად ახლა საუბრის და დიალოგის შეფუთვა და წარმოჩენა ლეგიტიმაციათ ეს მე მგონი ნამდვილად არ არის სერიოზული. ჩვენ კარგად ვიცით, ამერიკის შეერთებული შტატები უკლებრივ ყველას ელაპარაკებენ, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ჩვენ ვიცოდეთ შინაარსი. აქ არ არის საუბარი ზარზე თუ შეხვედრაზე, აქ ხედავთ ამ ოპოზიციის რადიკალების სურვილს, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ორმხრივი ურთიერთობები. ეს ხდებოდა წინა ადმინისტრაციის პირობებშიც, პირდაპირ ერთიანი კონცენტრირებული შეტევა სახელმწიფოზე, საქართველოსზე და ეს ხდება დღესაც, რამდენადაც შეუძლიათ, რა ფორმითაც შეუძლიათ, ცდილობენ ამ ურთიერთობის დაზიანებას, თუნდაც ამ ზარის მნიშვნელობის დაკნინებით და რაღაც ყურადღების სხვა თემებზე გადატანით, რაც არ უნდა იყოს, საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ ნაბიჯ ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ მივესალმებით ამ ზარს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, უპირველესად იქიდან, რომ ძალიან საინტერესო შინაარსობრივი საუბარი შედგა პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის, ბევრი ის საკითხი, რომელიც საქართველოს აღელვებს თუ ამერიკას აღელვებს, განხილული იქნა და ამიტომ ჩვენ ბევრი საინტერესო რამ მოვისმინეთ, მათ შორის ამერიკული მხარის მხრიდან, მაგრამ ამავე დროს ეს კარგი სიგნალია, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია პოლიტიკურ დონეზე, მაღალ პოლიტიკურ დონეზე, რომ ჩვენი ურთიერთობის გადატვირთვა სწორ გზაზე დგას. შეუძლებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიის ინტერესი არ ქონდეს. და ყველა ძალიან კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასია საქართველოს გარეშე ეს წარმოუდგენელია და დაკავშირებადობის კუთხითაც და სხვა კუთხითაც პოლიტიკურადაც. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ინტერესი მისაღებია, ეს ინტერესი გასაგებია ამერიკის მხრიდან და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და დაადასტურა კიდევაც პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ეს სტრატეგიული ურთიერთობა და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ, ვიდრე მანამდე იყო.